მოგესალმებით, მათე მოტორსი. გამარჯობათ. ახლა მივდივართ ქუთაისში. ვესტავთ მანქანას. ჰონჩი, აი ეგერ გაჩვენებთ. ჩვენი ელექტრომობილი. დაველოდებით ხალხის შემოსვლას და უკეთესად გაგაცნობთ ჩვენ გეგმებს ქუთაისში. გიორგი არის ძალიან კარგი მძღოლი. BMW-ს მერე ძალიან მოსწონს ჩვენი ელექტრომობილის ტარება. როგორც ხედავთ, ჩვენ წინ მიდის Range Rover-ი, ბატონი გელა და მარიამი, ჩვენი უსაფრთხოება. დირექტორი. წინ მიდიან Range Rover-იც და თითქმის უკვე ჩამოვედით ქუთაისში. ძალიან მალე ქუთაისის ცენტრიდანაც გადავიღებთ ვიდეოებს და ყველაფერს გაგაცნობთ თუ რა მდგომარეობა ახლა ქუთაისის ცენტრში. ავხსნათ ჩვენი ელექტრომანქანა. ახლა ჩვენ მოვდივართ ჰონჩით. უკვე თითქმის 200 კილომეტრი გამოვიარეთ სრულად ელექტრომანქანით და აგერ გაჩვენებთ თუ რამდენ პროცენტზეა. რო წამოვედით იყო 70%-ზე ავტომობილი, ახლა არის 36%-ზე და კიდევ გაივლის 165 კილომეტრს. ძალიან კარგად, კომფორტულად მგზავრობთ. აი, ვაფშე არ იღლებით ავტომობილის ტარებისას. ძალიან კომფორტულია. აი, მე ძალიან მაღალი ვარ და აი, შვენივრად ვეთები, უკან კიდე ადგილი გვაქვს დარჩენილი ძალიან დიდი. სევით განათებები როგორც ხედავთ. მოკლედ ძალიან ბევრი რამე აქვს ავტომობილს. კომფორტული სალონი, კომფორტული სიარული და სწრაფი მანევრი აქვს, ეს რომელიც მე მიყვარსა. ძალიან კომფორტულად და კარგად დადის ავტომობილი. და რაც თავარია ეკონომიურია. ქუთაისის ცენტრში ვაპირებთ ვიდეოები გადავიღოთ. მოვინახულებთ კვირაში ერთხელ, ორჯერ, როგორც იცით, მათე მოტორსი გაიხსნა ქუთაისის თაბუკაშვილის ქუჩა, ხო? თაბუკაშვილის 96 ნომერში. თუ ქუთაისლები გიყურებთ ვინმე, შეგიძლიათ მობრძანდეთ, ბატონი გელაც აქ იქნება და ნახოთ და ათვალიეროთ ცენტრი. ასევე აღნიშნოთ, რომ ხონჩები ქუთაისში ყავს, ქუთაისის ცენტრში, თუ ეკონომია გინდათ და ძალიან ეკონომიურად იაროთ დიდ გზებზე, თუნდაც ქალაქში, ჩვენ გირჩევთ. გიო, რა ჯდება ამ მანქანის დაახლოებით ახლა ჩამოსვლა გვიჯდება ჩვენ ქუთაისში 20-დან 30 ლარამდე. ხო, ასევე კომენტარები დაწერეთ, ვისაც გნებავთ, ჩვენ გაგცემთ კომენტარებზე პასუხს, თუ რამე შეკითხვა გაქვთ, არ არის პრობლემა. კომენტარებსაც წავიკითხავთ და ვიმსჯელოთ ერთად, თუ რაიმე გაინტერესებთ უშუალოდ მათე მოტორსისგან და მათე მოტორსის გაყიდვების მენეჯერებისგან. ნებისმიერ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს. ასევე ხონჩს ვინც შეიძენთ, მოყვება 6 წლიანი გარანტია ელექტროძრავზე და ელემენტზე, რაც მთავარია. დიახ. ამის სერვისი დათო, როგორც იცი. ხო, სერვისი მათე მოტორსში პრობლემა არ არის, არანაირი სერვისის გავლა. ვისაც ნებისმიერი მანქანის შემთხვევაში არა მარტო ელექტრო, არა მარტო ბენზინი, ასევე ჰიბრიდი არ აქვს მნიშვნელობა. წყალზე გამოვიდეს მანქანა, მათე მოტორსი სერვისს გაუკეთებს აუცილებლად. საქართველოში ყველაზე დიდი სერვისი გვაქვს და ნებისმიერ მანქანაზე რაც არ უნდა დაგჭირდეთ, მობრძანდით, ყველანაირად დაგეხმარებით, თქვენ გვერდში გვიგულეთ. რაც თავარია ელექტრო ჩინურ ავტომობილებს, არანაირი შიში არ გაქვთ, რაიმე ნაწილი არ იშოვებოდეს, რაღაცა ელექტროობაში ვერ გავაკეთოთ ვერაფერი, ამაზე არ ინერვიულოთ. ჩვენი პროფესიონალი ხელოსნები თქვენ ყველაფერში დაგიდგებიან გვერდში და იდეალურად იქნება ავტომობილი. თავარი ზოგადად ეგრეა ახლა ელექტრომობილები ასე თუ ისე უკვე შემოვიდა საქართველოში, თუმცა ჯერ მაინც სიახლე არის, სოფლიოში სიახლეა ელექტრომობილები და შესაბამისად თავიდან რაღაც მინიმალური შიშები არის იმისთვის, რომ აი რო გაფუჭდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ. გაგიკვირდებათ და ბენზინის მანქანებზე ბევრად უფრო ნაკლებად უჭდება ელექტრომანქანები, იმიტომ რომ არ აქვს ძალიან ბევრი ნაწილი. აქვს მხოლოდ ძრავი და ელემენტი, რომელიც
შეკეთება ძალიან მარტივია და ნაკლები ნაწილი რადგან აქვს, უფრო ნაკლებად ფუჭდება. შესაბამისად, სერვისის კუთხით ელექტრომობილის შეძენა ძალიან კომფორტული გახდა დღევანდელ პერიოდში, რადგან ელექტრომობილის სიარული ეკონომიურობასთან ერთად კომფორტია იმ მხრივ, რომ სერვისი არ გჭირდება მანქანაზე. არ გჭირდება ზეთის შეცვლა, ფილტრის შეცვლა. ბენზინის მანქანას აქვს მილიონი ნაწილი და შესაბამისად კომფორტიც არის არ გქონდეს. თავარია ყველაზე დაბალ ფასად $17,000 ხონჩი, რომელიც გადის 460 კილომეტრს ერთი დატენით. 460 კილომეტრს. ერთი დატენოა დაახლოებით 10-15 ლარი დენი 10-15 ლარის დენი სჭირდება ერთ დამუხტვას. ჩვენ დავტენეთ, წამოვედით ქუთაისში, როგორც გითხარით, იყო 70%-ზე, როცა ამ მანქანაში ჩავსვედით და ახლა კიდევ თითქმის მოვედით უკვე 200 კილომეტრი გავიარეთ და კიდევ გვიჩვენებს, რომ 158 კილომეტრს გაივლის ეს ავტომობილი. ურჩიოთ ხალხს ელექტრომობილის შეძენა. დიახ, აუცილებლად. რა თქმა უნდა, ბენზინის მანქანა, ვისაც გჭირდებათ, ვისაც ყავთ და სურვილი გაქვთ მაინც ბენზინის მანქანის, ბენზინის მანქანები ძალიან დიდი რაოდენობით არის მათ მოტორში. ყავს სხვადასხვა მოდელები, როგორც 4x4-ზე, წინაწამყვანი, როგორც ეკონომიური, ასევე დიდ გზებზე სასიარულო, ნებისმიერი ტიპის ელექტრომობილი, შესაბამისად შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაათვალიეროთ, ნახოთ, საოჯახოდ, ასევე ყავს პიკაპები, ნებისმიერი სტილის, ნებისმიერ გზებზე სასიარულოდ ყავს მანქანა და შეგიძლიათ მოგზანდეთ, დაათვალიეროთ და ჩვენი პროფესიონალები აგიხსნიან მანქანას, დაგათვალიერებინებენ და მოგზანდებით თქვენს საუკეთესო არჩევანს გააკეთებთ, ესე რომ ვთქვით. რომელ ჯიპს მირჩევ ელექტროს? ელექტროჯიპს? ელექტროჯიპი ძალიან ბევრი კარგი არჩევნის გაკეთება შეიძლება, თუმცა დღევანდელობაში მინდა ყველას გითხრათ, ესეთი ბევრმა იცით და ასევე მინდა ბევრს გითხრათ, რომ ეგეთი ბრენდი BYD, როგორც იწერება, ეს არის საუკეთესო ელექტრომობილებს აწარმოებს ეს კომპანია, რადგან აკეთებს საუკეთესო ელემენტებს. BYD Song Plus-ი, რომელიც ყავს ჩვენ მათემოტორში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამავლობის ელექტრომობილი, 600 კილომეტრს გადის ერთი დამუხტვით და პლუს ამას რეალური გამავლობა აქვს 600. ანუ 600-ზე იტენება და რეალურად გადის 600 კილომეტრს და ეს არის საქართველოს პირობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამომდგარი, უმეტეს ფასიდან და ელექტრონული მხარდაჭერიდან გამომდინარე. ეს ავტომობილი შესაბამისად 600 კილომეტრი საქართველოს პირობებში გიო, როგორც იცი, ანუ ძალიან დიდი კომფორტია. ნიშნავთ მაგ ავტომობილს, რომელიც ყავს 2025 წლის მოდელი, მოყვება 3 დამტენი. ხო, დამტენი. პირველ რიგში დამტენი აუცილებელი, რადგან თავი იმედიანად იყო, ერთი დამტენი სახლში დასამონტაჟებელი, მეორე დამტენი ჩვეულებრივად სახლის შტებცელში შესაერთებელი დამტენი, ყველგან რო დატენო ავტომობილი. შეგიძლია ნებისმიერ ადგილას გააჩერო მაღაზიასთან, რესტორანში, გააჩერო არა აქვს მნიშვნელობა, სად გააჩერებ, ყველგან დატენი ავტომობილს, როგორც ტელეფონს ტენი. ანუ ეგ ძალიან დიდი კომფორტია, რომ გზაში არ დარჩე და მანქანა ყოველთვის გქონდეს დატენილ მდგომარეობაში. პლუს ამას სწრაფი დამტენებიც ბევრია. ქალაქში ახლა ვიყავით ზუსტად ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც ბევრი ელექტრომანქანასაც ტენის, ანუ არის ელექტროდამტენები და ძალიან დიდი რაოდენობით იტენება ეს ელექტრომობილებიც. იმიტომ რომ უკვე შემოდის ნელ-ნელა ხალხმა აუღო, უკვე ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ვითარდება ინფრასტრუქტურაც, შესაბამისად ელექტრომობილებზე უკვე გადადის საქართველო, გადადის თბილისი, არის გზებზე და მაგისტრალებზე უკვე დასამონტაჟებელი დამტენები, დამონტაჟებულები და შესაბამისად მანქანის ელექტრომობილების დატენვა პრობლემას აღარ წარმოადგენს. ხო, BYD 2025 წლის ჩვენთან ღირს $31,000. Super. და კომენტარებს მიწერ. აი ასე, ხო, აი გამომიჩნდა კომენტარები. გილოცავთ გიორგობას, დიახ, მაგით უნდა დაგვეწყო. დიახ, გილოცავთ, რავალს დაესწარით, ვინც გვიყურებთ ყველა, წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ. ხალხს თუ რაიმე შეკითხვა აქვს, დაგვისვას ნებისმიერ კომენტარს გავცეთ პასუხს. დიახ, არ არის პრობლემა, დაგვისვით შეკითხვები. აი, ნელ-ნელა უკვე შემოვედით ჩვენ ქუთაისში, როგორც ხედავთ. აი წინ როგორც გითხარით, მიდის ბატონი გელა და მარიამი Range Rover-ით და ჩვენც მოვყვებით ჩვენი
Honchi EQM 5-ით ყველაზე კაი ამ მანქანაში მომწონს სწრაფი დამტენი. მარტო სწრაფი დამტენი აქვს ამ მანქანას და იტენება 30-40 წუთში. ხო, ნებისმიერ აი ახლაც თუნდაც ჩვენ უკან უნდა დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, თბილისში მანქანა არის 30-12%-ზე. ვერ დაველოდებით 8 საათი ამ მანქანის დატენვას და 10 საათი, რადგან მოგვიწევს აქ გაჩერება. ჩვენ ცენტრში გვაქვს სატენი, შევაერთებ სწრაფ დამტენზე და 30 წუთში დაიტენება 100%. 30 წუთში დავტენით მანქანას და წამოვართ უკან თბილისში გამოვბრუნდებით. და ასევე გვყავს ზიკრი. ხო, ზიკრისაც ვილაპარაკო. ზიკრი, BYD ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბრენდები უშუალოდ ელექტრომანქანების კუთხით. ძალიან მაღალი დონის ზიკერი, რომელიც ყავს ასევე ქუთაისის ცენტრში, ყავს თბილისის ცენტრში, შეგიძლიათ იქაც იხილოთ და იქაც. ასევე ყავს ავატარი ქუთაისის centrში. ქუთაისის ცენტრიდან საუცილებლად გავალთ ლაივში და გაჩვენებთ იმ ავტომობილებს, რომლებიც არის გამარჯვება. Porsche Taycan რამდენ კილომეტრს გადის ერთი დატენით. Porsche Cayenne ამ ეტაპზე მათემატორში არ არის, თუმცა ყავდა ჩვენ ერთი Porsche Taycan, რომელიც იტანებოდა 500 კილომეტრზე და უბრალოდ ელექტროც რავიდან გამომდინარე Porsche Taycan-ები არის ძალიან ძვავრი ავტომობილები, სიჩქარე მაღალი აქვთ, შესაბამისად კილომეტრაჟს უფრო ნაკლებს გადიან. ჩვენ კიდევ ვაკეთებთ ისეთ ავტომობილებზე აქცენტს, უშუალოდ მათემატორში აკეთებს ისეთ ავტომობილებზე აქცენტს, რომელსაც გამავლობა იქნება, რაც შეიძლება მაღალი, რადგან საქართველოს პირობებიდან გამომდინარე, კარგად გადაადგილდეს ადამიანი ქალაქიდან ქალაქში. აი მაგალითად თბილისიდან ბათუმში, ქუთაისში არ იყოს პრობლემა თის ესე ვთქვათ რაიონებში მისვლაზე და ზუსტად მაგიტო მაღალი კილომეტრაჟი შემოყავს ავტომობილები, რომელიც არის BYD, რომელიც არის ზიკერი, 750 კილომეტრი აქვს რესურსი ამ ავტომობილს და რეალურად გადის 650-700 კილომეტრს. შესაბამისად, საკმაოდ საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ დიდი კილომეტრაჟია. იმისათვის რომ თუნდაც თბილისიდან ბათუმში ყველაზე გრძელი მანძილი 400-500 კილომეტრი საქართველოს პირობებში სრულიად საკმარისია დამეთანხმებით რომ გაიაროს ერთმა ადამიანმა. ხო? ასკუბრობთ ჩემი კომენტარი ვაილდა ბერიძე. ხო ბატონი გალას. მეც ხვედრეთ დიახ, აუცილებლად მაგასთან დაკავშირებით ყველაფერს გაიგებთ, ბატონი გელას გვერდზე აიტვირთება ყველა ვიდეო გათამაშებებთან დაკავშირებით და აუცილებლად გათამაშებებთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, როგორ შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ ამ გათამაშებებში. აი, კიდე ხა ვისაუბროთ ჩვენ ბენზინის სალამი ლუკა. ხო, ასევე ვისაუბროთ ბენზინის ავტომობილებზე, რომლებიც არანაკლები ყავს მათემატორში. 4-4-ზე საუკეთესო ბენზინის ავტომობილი ვთქვათ. ჩინური მანქანები უტევენ ბაზარს, როგორც ვიცით და ძალიან მაღალი დონის ავტომობილები და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მაგარ ფასში. რაც მთავარია ბენზინის ავტომობილზე, რამდენ წლიანი გარანტიას ვაძლევ? ხო, ბენზინის ავტომობილებზე გვაქვს 10 წლიანი გარანტია. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ჩინური ავტომობილი შეიძლება იყოს უხარისხო, რომელიც არის აბსოლუტურად ძალიან დიდი მითი, რადგან ჩინურმა ავტომობილებმა უკვე დაიპყრეს ბაზარი თავისი ხარისხით. ავტომობილზე 10 წლიანი გარანტია, ეს არის ძალიან დიდი 10 წელი გარანტია ძრავზე. წარმოიდგინეთ, რომ უკვდავი ძრავები აქვთ ამ ავტომობილებს, რომელებიც არის ჯეტურ დაშინგი, ჯეტური ყავს ყველა 4 მოდელში წარმოდგენილი ჯეტურ დაშინგი, რომელიც ქალაქისთვის სამოძრაოდ კარგია, X70, X90, ჯეტური T2, რომელიც ლეგენდა, რომელიც უკვე ყველამ გაიცნო. და მანქანებზე არის 10 წელი გარანტია. 10 წელი ძრავზე. ასევე ყავს ჩანგანი, რომელიც ასევე ბევრი მოდელი ყავს წარმოდგენილი. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელი არის Changan Unique K. ძალიან მაგარი ავტომობილი 4-4-ზე, საქართველოს პირობებისთვის იდეალური. წვა ძალიან ცოტა 8 ლიტრი, 10 ლიტრი ან ბენზინის მანქანისთვის, დიდი მანქანებისთვის, ჯიპებისთვის ისეთი წვები აქვს ამ ავტომობილებს, რომ
ძალიან ეკონომიურია და საქართველოს პირობებისთვის ძალიან ხელსაყრელი მსგავსი ტიპის ავტომობილები. როგორც ვიცით, ჩანგანი უნიქეი, შეგვიძლია გავხადოთ წინაწამყვანი, ასევე 4x4-ზე. ხო, ეგ ძალიან კარგი დამატებითი ფუნქცია აქვს, რომ ავტომატურად შეგვიძლია ხიდების კონტროლი ამ მანქანაზე. ახლა მე გესაუბრებით ამ მანქანებზე, წარმოსახვითად ვსაუბრობ ბენზინზე, ელექტროზე და ვისაც უფრო კონკრეტულად გსურთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მიიღოთ უკვე კონკრეტულ მანქანებზე, მობრძანდით მათ ემოტორში, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე, რომელიც ყველგან არის მითითებული და გაგესაუბრებიან ჩვენი პროფესიონალები, ან ჩვენ, ან სხვები, რომლებიც მოგაწოდებენ ზუსტ ინფორმაციას ნებისმიერ მანქანასთან დაკავშირებით. კიდევ პიკაპები ყავს ძალიან მაღალი გამავლობის და დონის 2.4 დიზელი. დიახ, რომელიც უკვე 2024 წლის, რომელიც უკვე ძალიან ბევრი გაიყიდა. ძალიან ბევრი გაიყიდა და 10 ცალი იყიდა ერთმა კაცმა, რომელმაც წაიყვანა ყაზბეგში. ყაზბეგში იქ მშენებლობები მიდის და ისეთი გამომდგარი და ყველგან მავალი ავტომობილია, რომ უკვე ყველას უნდა და ყიდულობს ძალიან ბევრი. დიახ, პიკაპები ახლა საქართველოს პირობებში ყველამ გაიცნო Mitsubishi L200-ები, ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილებია. გზაზე როგორც ხედავთ, რაღაცა პატარა პრობლემებია. მოდი გაჩვენოთ. იწვის ავტომობილი. ამიტომ ძველი ავტომობილების დრო უკვე მიდის. გადავიდეთ ყველა ახალ ავტომობილებზე, რადგან გამონაბოლქვი აი როგორი ცუდია მანქანა გზაში როცა რჩება, როდესაც ავტობანზე მიდიხარ და მანქანა გიჩერდება. ამიტომ ახალი ავტომობილები, რომლებიც გარანტიით არის, აი ყველანაირ გარანტიას გაძლევენ იმისა, რომ ავტომობილი ივლის მაქსიმალურად კარგად. დაზღვევა, გარანტია, ყველაფერი თქვენ გვერდით არის, ვინც ახალ ავტომობილს ყიდულობს ან ფიქრობს შეძენას. ყოველთვის ძველი ავტომობილის ყიდვას ჯობია ახლის შეძენა, რადგან ახალი მაინც ახალია და იცი რომ პირველი ადამიანი ვინც ამ მანქანაში ჩაჯდა და ეს მანქანა გაატარა, ხარ შენ, ბევრად უფრო დაზღვეული ხარ, ბევრად უფრო კმაყოფილი რჩები ამ ავტომობილის მოხმარებით და შესაბამისად მე გეუბნებით გამოცდილებებს, რომლებსაც ჩემი მომხმარებლები გადიან, რომელიც მეც გამოვიარე უშუალოდ და შესაბამისად გიზიარებთ ამ ინფორმაციებს ახალ მანქანებთან დაკავშირებით. ხალხს უთხრათ, გვაქვს განმადებები. კი, გიო განმადებებზე შენესაუბრე. თანამშრომლობ Liberty საქართველოს TBC კრედო, რომლებთაც აქვს კარგი პირობები, ჩვენ გვიქმნიან უკეთეს პირობებს, რადგან თანამშრომლობთ მათთან. ანუ განმადება რომ გაკეთეთ ეს ნებისმიერ მანქანაზე, უნდა შემოიტანოთ მანქანის ფასის 20%, ღირებულების 20%. შემდეგ უკვე დაიწყება მანქანის განმადება და ყველაზე მთავარი ეკონომიურ მანქანაზე, მაგალითად ელექტრომანქანაზე თუ გააკეთებთ განმადებას, თქვენ რაც უნდა ჩაგესხათ ბენზინი, იგზეთი გამოგეცვალათ იქ ნაწილები შეგეცვალათ, იმ თანხას იხდით განმადებაში, როდესაც ელექტროავტომობილზე აკეთებთ განმადებას. ყველაზე მაგარი ეკონომია. ესე იგი რა შეგიძლიათ გააკეთოთ? 3000, 4000 დოლარი თუ გაქვს, შემოგაქვს პირველადი შემოსატანი და 3000 დოლარად გაკავს სრულიად ახალი ავტომობილი ცენტრიდან გარანტიით. 3000 დოლარი რომ გადაიხადო რაღაც მანქანაში, შეიძლება მაქსიმუმ შეიძინო 2000 რამდენი წლის 2005 წლის, 2010 წლის ავტომობილი 3000 დოლარად. შესაბამისად 3000 დოლარად შეგიძლია 2024 წლის ავტომობილი გაიყვანო ცენტრიდან, რომელსაც ძალიან მაღალ ფასში გაყიდვა რომ მოგინდეს. ეს არის ყველაზე მამოტივირებელი მომენტი ადამიანისთვის, რომ ძალიან ბიუჯეტურად შეგიძლია კარგი შედეგის მიღება. იმიტომ რომ ელექტრომანქანა ყავს პლუს ამას ძალიან დაბალ ფასში გაკავს ცენტრიდან და ყველაფერთან ერთად განმადებაც უნდა გადაიხადო ყოველთვიურად, ეს არის დაახლოებით 600-700 ლარი უწევს ყოველთვიურ განმადებას. ბენზინი რაც მანქანაში უნდა ჩაგესხა, დაახლოებით იმას იხდი, იმ ეკონომიას, რასაც ელექტრომობილი გაკეთებინებს, ჩვეულებრივად ბენზინში იხდი და შესაბამისად ძალიან ეკონომიურად გამოდიხარ, პლუს ახალი მანქანა გრჩება 2024-25 წლის უკვე ახალი მოდელები რაც შემოგვდის ჩვენ. შესაბამისად
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ის, რომ ახალი მანქანა შეიძინოს ადამიანმა და ეს ამ ყველაფერში ეხმარება ადამიანებს მათე მოტორსი, ეს ჩვენი გუნდი, ვინც ყავს, ვინც ვართ, ბატონი გელა ბარკალაიას ხელმძღვანელობით თავარია. ახლა კიდე ქუთაისის გადასახურთან მოვედით, როგორც ხედავ. მალე ცენტრიდანაც, ქუთაისის ცენტრიდანაც გადავიღებთ ლაივს და ასევე გაგაცნობთ ყველას. ვისაც აინტერესებს ელექტრომანქანები, შეგიძლიათ გადააზიაროთ ვიდეოები, რომ აჩვენოთ ხალხს, იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდება ინფორმაცია ელექტრომანქანებთან დაკავშირებით, აქვს რაღაცა შეკითხვები, შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში. ჩამოვედით უკვე, ნელ-ნელა დავაშვიდობოთ ხალხს და შემდეგ გავაგრძელოთ, როდესაც ცენტრში ვიქნებით. კი ბატონო. აბა დროებით გევშვიდობებით. აბა კარგად იყავით. და გელოდებით ჩვენ ცენტრში, გინდ ქუთაისში, გინდ თბილისში ელექტრომანქანები და ბენზინის ავტომობილები. ნახეთ როგორი ლამაზი არის ქუთაისისა, ქუთაისის სითბოს ქალაქი, გაგების ქალაქი. მოვინახულებთ ცენტრს ახლა. ახლა მოვინახულებთ ცენტრს, იქიდანაც ჩაგერთვებით ლაივში, უკვე უშუალოდ ბატონი გელა ბარკალაიას Facebook გვერდიდან და